მოგესალმებით მეგობრებო, ეთერშია GeoTrader-ი. დღეს გვექნება ტრადიციული მიმოხილვა ბიტკოინის, ვნახოთ თუ რას გვიმზადებს ფასი უახლოეს დღეებში, უახლოეს კვირაში და შევხედოთ თუ რა კვალი დაგვიტოვა და გვიტოვებს მსხვილი მონაწილე, ბაზრის მსხვილი მონაწილე. ესე იგი, გვაქვს ასეთი სიტუაცია, მოდით ავირჩიოთ volume profile ინსტრუმენტი, გვაქვს აი ესეთი მოცულობითი ზონა, რომლის ფარგლებში იმყოფებოდა დიდი ხნის განმავლობაში ფასი და ახლა აქვს მცდელობა გამოსვლის ამ მოცულობითი ზონიდან და ასევე კიდევ ერთი მოცულობითი ზონა აი აქ. ესე იგი, პირველი მოცულობითი ზონა 60800-დან 63800-მდე და მეორე ზედა მოცულობითი ზონა 65800-დან 71-მდე, ხედავთ გრაფიკზე ამ ნიშნულებს. ახლა აქვს ფას მცდელობა გამოსვლის, უпростоრად გამოვიდა, მაგრამ მაქსიმუმებზე ხედავთ ანომალიურ ფილტრაციებს, მოცულობებს, მცდელობა გამყიდველის მხრიდან ფასის შეჩერების, რომ ფასი უფრო მაღლა არ ავიდეს. ჯერჯერობით თუ ფასმა განაგრძო ასვლა, პირველი წინააღმდეგობა მას შეხვდება აი ამ ზედა მოცულობითი ზონის ქვედა ზღვარი, ნიშნულზე 65800, ნუ დავამრგვალოთ 66000, საიდანაც შეიძლება კიდევ ერთი წინააღმდეგობა ვიხილოთ გამყიდველის მხრიდან და ფასი კიდევ ერთხელ ჩამოვიდეს აი ამ ქვედა მოცულობითი ზონის ქვედა ზღვართან. რატომ? იმიტომ რომ ხედავთ, იმის შემდეგ რაც ფასი შევიდა ამ მოცულობით ზონაში, ფასმა დატესტა პიოსი, მაგრამ არ დაუტესტავს ქვედა ზღვარი, ასე რომ ჯერჯერობით ალბათობა იმისა, რომ ჩვენ ვიხილავთ კიდევ ერთ ჩამოსვლას, ნიშნულზე დაახლოებით 60800, ნუ დავამრგვალოთ 61000 დაახლოებით, ჯერ კიდევ ამის ალბათობა არსებობს. საიდანაც, რა თქმა უნდა, თუ ასეთი რამ მოხდა, აქედან ძალიან დიდი ალბათობა იმისა, რომ ვიხილოთ ისევ ამ აღმავალი მოძრაობის განახლებას, შემდეგი წინააღმდეგობა ფას უკვე შეხვდება ნიშნულზე 68000 და კიდევ შემდეგ 71000. ეს რაც შეეხება მოცულობით კლასტერულ ანალიზს, მოდით გადავიდეთ ჰიტმაპზე. ჰიტმაპზე ნახეთ რა ხდება. მთელი აი ამ აღმავალი მოძრაობის განმავლობაში, სანამ ფასი ადიოდა და ჯერ კიდევ თითქოს გაჩერებულია ასვლა, მაგრამ ნელ-ნელა ადის, მე ვხედავდი აქ ასეთ სურათს, რომ დაახლოებით 61000-დან აი ეს ლიმიტ ორდერები მყიდველის ფასთან ერთად ნელ-ნელა ადიოდა მაღლა. ძალიან სერიოზული კონცენტრაციაა ვიწრო დიაპაზონში ლიმიტ ყიდვების, ხოლო ზემოდან ჯერჯერობით ამ ეტაპზე, ხაზს ვუსმევ, ჯერჯერობით ამ ეტაპზე. ზემოდან ერთი მსხვილი მოცულობა ნიშნულზე 64700 გამყიდველის და მეორე ლიმიტ ორდერი უფრო მსხვილი 65000-ის ნიშნულზე. ჯერჯერობით მეგობრებო, სურათი ასეთია. ეხლა შაბათი კვირა და მოცულობებმა და ვოლატილობამ იკლო, რა თქმა უნდა, ვნახოთ, შეიძლება ასე გაგრძელდეს დღეს ხვალ და ორშაბათიდან განახლდეს უკვე აქტიური ფაზა ბიტკოინის ფასის განვითარების. შეგახსენებთ მეგობრებო, რომ გამოიწეროთ არხი და დაალაიქოთ ეს ვიდეო და ყოველი ვიდეო, რომელსაც უყურებთ ჩემ არხზე, ასევე სურვილის შემთხვევაში დამიტოვეთ თქვენი უკავშირი, დამიტოვეთ თქვენი მოსაზრება ზოგადად ბიტკოინთან ან კრიპტობაზართან მიმართებაში, როგორია თქვენი მოლოდინები,
ასევე დიდი თხოვნა მექნება და რა თქმა უნდა სურვილი თუ გაგაჩნიათ, გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი, ლინკი არის აღწერაში, სადაც უფრო სწრაფად ვდებ ყოველ თუ რაღაც განახლებაა გასაკეთებელი და აპდეიტი მიმოხილვასთან დაკავშირებით, ყველანაირი აპდეიტი და ყველანაირი ახალი ინფორმაცია ეგრევე ოპერატიულად იდება Telegram არხზე. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.